გახსოვდეთ, რომ ჩვენი ძალა სარწმუნოებაშია და საქართველოს სიყვარულშია. წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკდაო, შეგვიწყალე ჩვენ. ყოვლადწმინდაო სამებაო, ერთვარსებაო, ღმერთო ჩვენო, სასოებით გევედრებით, გადააფარე შენი კალთა ჩვენ სამშობლოს, ყოველ ჩვენთაგანს, ეს სულოვნებით გაგვაერთიანე და იქცენ საქართველო ხილული და უხილავი წრებისაგან. ამინ. გევედრები შენ უფალო, მადლითა და წყალობითა შენითა, გადაარჩინე, დაიფარე და გამთლიანე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხედრი ჩვენი სამშობლო. დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 30 მარტია, ორშაბათი, ეთერშია ერთსულოვნების დილა კახამიქიაშვილთან და სოფიო გუჭავასთან ერთად. ყველას მშვიდობიან დღეს გისურვებთ. მოგესალმებით, მადლობა რომ გიყურებთ. ჩვენ ცხადია ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს, რომლებიც ეძღვნება კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს და დღესაც მასზე ვისაუბრებთ, გვეყოლებიან სტუმრები, გვექნება სიუჟეტი. თუმცა მანამდე მოვისმინოთ საეკლესიო კალენდარი და შევიტყოთ წმინდანების შესახებ, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ეხსენიებს. 30 მარტს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირსმოწამე გაბრიელ მცირეს, ლექთაგან წამებულს, ღირს ალექსი ღვთისკაცს, წმინდა მოწამე მარინის. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით, უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. გილოცავ დღევანდელი წმინდანების ხსენებას, რაც შეეხება სტუმრებს, თემებს, როგორც გითხარით, დღევანდელი გადაცემაც მიეძღვნება კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს. გადაცემის პირველი სტუმარი კი იქნება ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური არქიმანდრიტ ივანე მჭედლიშვილი, მამა ივანე სწორედ მისი უწმინდესობის მიერ არის ხალდასხმული და მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით ბრძანდება სამების ეკონომოსი და კეთილმოწესე. გადაცემის მეორე ნაწილში შემგვიერთდება ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის პროტოდიაკონი აბრაამ ხარატიშვილი. მამა აბრაამი გაიხსენებს იმ მძიმე პერიოდს, როდესაც გარდაეცვალა შვილი და როგორი თანადგომა გაუწია მას და მის ოჯახს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა. ამ ყველაფერს გავიხსენებს სტუმართან ერთად. ჩვენი გადამღები ჯგუფი სტუმრობდა კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილს. ბატონ ჯემალს ძალიან ახლო და ხშირი ურთიერთობა ჰქონდა პატრიარქთან. ეს აქვეყნო ცნობილია. მან რამდენიმე კონცერტი, საიუბილეო კონცერტიც კი მიუძღვნა პატრიარქს და გადაცემის დასკვნით ნაწილში ჩვენ გვექნება საშუალება მოვისმინოთ ინტერვიუ ბატონ ჯემალ სეფიაშვილთან. ახლა ვნახოთ ამინდის პროგნოზი, შევიტყოთ როგორი ამდია მოსალოდნელი დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში და შემდგომ უკვე დაგიბრუნდებით მოძღვართან ერთად.
გრძელდება ჩვენი გადაცემა, როგორც იცით, ჩვენ ვიხსენებთ და ვსაუბრობთ კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეზე, ადამიანზე, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა და თითქმის უმეტესობა ამ დღეებში ვისაც საუბრობთ, ხვდებით ან მის ეპოქაში დავიბადეთ, ან მისი ეპოქის მოქალაქეები ვართ. მათ შორის უნიკალური შემთხვევაა, რომ ყველა სასულიერო პირი დღეს, ფაქტობრივად ყველა სასულიერო პირი არის მისი ნაკურთხი, მის მიერ ხელდასხმული. სწორედ ერთ-ერთ მათგანს წარმოგიდგენთ, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური არქიმანდრიტი იოანე ჭედლიშვილი. მამა იოანე, დილომშვიდობის. დილომშვიდობის მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის. თქვენ ძალიან ახალგაზრდა შეგმოსათ მის მოწმენდებამ, მისი კურთხევი დაიყვესეთ ბერად და აი იმ პერიოდიდან ხართ სამებაში და მისივე გადაწყვეტილებით ჩაგვარდათ ეკონომოსობა, კეთილმოწესეობა. თავდაპირველად როდის შეხვდით პატრიარქს? აი და საერთოდ თქვენი სასულიერო გზა, თქვენ ეკლესიასთან კავშირი განაპირობა თუ არა მისი უწმინდესობის მოღვაწეობამ და მამამთავრობამ? დიდი წილად რა თქმა უნდა პატრიარქის პიროვნება, ბევრი რამ განაპირობა. ღრმა ბავშვობიდან მახსოვს ჯერ კიდევ 91-12 წლის კალენდარში მისი ფოტო და რამოდენიმე ესე ფრაგმენტულად ღამის წირვაზე მამიდა თუ წამიყვანდა ხოლმე შობის ან აღდგომის ესე კონკრეტულად არ მახსოვს. მაგრამ უკვე როდესაც სამების ტაძარი გაიხსნა, ფაქტიურად მანამდეც კი აღსარება, ზიარება ცდილობდი ხოლმე, მაგრამ აი უკვე გახსნის დღიდან ფაქტიურად მამა ილია ნასიძე როდესაც დაინიშნა უკვე წინამძღვრად იმ პერიოდიდან უკვე ფაქტიურად ყველა ეტაპი სამებაში გავიარა, რომ მრევლიც, მერე სტიქაროსანი, სამორჩილე, მორჩილი, ბერი და ეს ყველაფერი 2000-ში უკვე დავრჩი მონასტერში და მერე კაბა შემოსეს და უკვე მალევე 2 წელიწადში აღკვეცა და შემდეგ უკვე ისეჩქარა უწვინესმა ისეჩქარა გამოტარა ეს ეტაპები. უდელმონაზნობიდან ერთი წლის ხდელიც არ ვიყავი არქიმანდრიტობა და მალევე მეორე ჯვარის გებიჭდა. ნუ კი ეს უწვინესი ძალიან დიდი წყალობა იყო და არის და რა ვიცი ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული იყო და არის ყოველთვის იქნება. ჩვენ ახლა ამ დღეებში ვისმენთ ხოლმე ვიხსენებთ საერო ადამიანები, ვინც მასთან კავშირს იხსენებენ. თქვენ იყავით საპატრიარქო ტაძარში, მისი უწმინდესობის გვერდით, მისივე გადაწყვეტილებით ცხადია, იმიტომ რომ წინამძღვარი ბრძანდებოდა პატრიარქი და მის გარეშე ერთ-ერთი თანამდებობა, ერთ-ერთი ასე ვთქვათ ხარისხი ვერ ხდება. როგორი იყო აი თქვენთან მიმართებაში? ყველა მღვდელი იხსენებს და მათ შორის ძველი მღვდლები, მღვდელმთავრები, რომ ძალიან დიდ პატივს მიაგებდა სამღვდელო ხარისხს და ცნობილია, რომ ძალიან არ უყვარდა დასჯა, ან იშვიათ შემთხვევაში უყვარდა შენიშვნა. თქვენ ვიყავით სასულიერო პირი, გებარათ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები და გაბარიათ, ვიცი რომ ბევრ ამას გავალებდათ, ხშირად გებარებდათ საპატრიარქოში, აი ამ ურთიერთობებში როგორი იყო? როგორც მღვდელთან და როგორც ხარისხი ყოფილა. ეს დღეები და ერთი საყვედურიც არ მახსენდა. განავითო რომ შეიძლება არ იმსახურებ, მაგრამ უწმინდესის პიროვნება თავის თავში არ იტევდა აი ამ საყვედურს, იცოდა რომ რაღაცა დროის მერე ის ყველაფერი გამოსწორდებოდა. იცოდა რამ ძიმია სიყვარულით მისი აი სხვა მიდგომა ქონდა აბსოლუტურად და იქიდან გამომდინარე ვფიქრობდი ამ დღეებში მეთქი აი რაიმე ისეთი, მაგრამ არ გამახსენდა არც ერთი საყვედურის მსგავსიც კი მისკენ. ეს ერთგვარად იყო თუ არა მისგან აი უსიტყვო ქადაგება, რომ თავად მღვდლები როგორები უნდა იყვნენ სხვათან მიმართებაში. რა თქმა უნდა ეს ანუ ამით ვცდილობთ მე ჩვენ სასულიერო პირები რომ ჩვენც როგორც უწმინდესი გვექცეოდა ჩვენ და თითოეულ ადამიანს ჩვენც იგივე გავაკეთოთ. გვინდა რომ მივბაძოთ. შეიძლება არ გავუგდის, მაგრამ ძალიან გვინდა რომ მას ბაძავდეთ აი ამ ყველაფერში. თქვენ ბრძანეთ რომ მეტწილად რა თქმა უნდა განაპირობა მისი უწმინდესობის პიროვნება, მოღვაწეობა, მოღვაწმა ხომ, მაინც რა მოგხიბლად ყველაზე მეტად? რამ დაგაფიქრათ და რამ გადაგადგმევინეთ ეს ნაბიჯი? ხო, ყველაფერი ერთად, ხო ერთიანობაში მისი უწმინდესობა ამ ყველაფერს თავის თავში იტევდა და იტევს და მრავალი საუკუნის განმავლობაში დაიტევს ამ ყველაფერს და აი მიფიქრია, როდესაც უნდაც მონასტერში მივდიოდი, ხო, განწყობა, რომ ადამიანმა რაც საბჭოთა დროს შეძლო, დევნის დროს. ეხლა ხო ბევრად ადვილია ამ ყველაფრის გაკეთება, რომ თუნდაც მონასტერში დარჩე და ბერობა გადაწყვიტო და მონაზვნურ გზას შეუდგე. ბევრად ადვილი იმ პერიოდში, ხო, თუნდაც რა უდიდესი განსხვავება ამ ყველაფერს შორის და ანუ ფაქტიურად აი მის დამიეს დამოკიდებულება, მისი ცხოვრების გზა თვითონ გაძლევს ამის შესაძლებლობას, რომ ეს ყველაფერი შეძლო ბევრად კარგ და იოლ დროს, როცა არც არავინ გდევნის, არც ტაძარში წასვლა არის პრობლემა და პირიქით. აღსარება, ზიარება და ეს ყველაფერი საგაკვალული იყო. აბსოლუტურად.
მამა ივანე ცნობილია რომ მისი უწმინდესობა ესეთი ძალიან მიყვარდა ესთეტურობა, სილამაზე, რაღაცა მორთო წესრიგი ეს ცნობილია და როცა დღესასწაულები მოდიოდა, ან სტუმრები ჩამოდიოდნენ, სამების ეს დეტალები თქვენ გევალებათ ორგანიზება, მათ შორის აქ უნდა ითქვას რომ მე დაკრძალვის დღეებშიც როგორც მათგან სამებაში იყო ერთ-ერთი თქვენც იყავით ჩართული სინოდის გაწყვეტილებით და კომისიის გაწყვეტილებით. აი თუ იყო ხოლმე ჩართული, თუ თვითონ გეუბნებოდა დავუშვათ, სად რა დავდგათ, როგორ მოვაწყოთ, თუ აქცევდა ხოლმე ყურადღებას, იმიტომ რომ ასეთი დეტალი არ ეპარებოდა და ძალიან აქცევდა ყურადღებას, ვიცი. ერთი გამახსენდა სანამ შემოვიდოდი ესეთი, სასწაულსაც შეიცავს ეს ყველაფერი, რომ შაბათი საღამოა, ან შეიძლება დღესასწაულის წინა საღამოა, მოხსენებად ლოცვას ყოველთვის ატარებდა უწმინდესი და წირვასაც შესაბამისად და დამიძახა და ბაირაღები გვინდაო სადაც იქნება ღვთისმშობლის ხატი გამოსახულიო და მოწყალებისა კარი გამღეს ლოცვა იქნება დაწერილი ზედა ბაირაღი 300 ცალიო უცებ უნდა გააჩინო შაბათი საღამოა ეს უნდა დაიბეჭდოს ჯერ აიწყოს დილას წირვაზე ჭირდება დილას წირვაზე უნდა იყოს 300 ცალი. გადავრეკე, მეთქი რა გავაკეთოთ გიორგის დავრეკე გირგლია სამსაქმესთან კავშირი ქონდა და ვიღაცებთან დაგვაკავშირეთ. ღამე 10 საათზე გახსნეს ეს საბეჭდი ნაჭერზე სადაც იბეჭდება. დაბეჭდეს. სადღაც დილის 7 საათზე უკვე 300 ცალი ბაირაღი თავის შეკერილი და ყველაფრით მზად იყო, აი უწმინდესის კურთხევას და თხოვნას რამხელა ძალა ქონდა რომ ყველაფერი დაკეტილი იყო, მაგრამ დილით კვირას უკვე დავახვედრეთ 300 წელი. რა თქმა უნდა. აი ესეთი ის ქონდა. ჩართული იყო ხოლმე. აბსოლუტურად. კი, ყოველთვის. სადრავნა ყოფილიყო, როგორ მოწყობილიყო. რა თქმა უნდა, ყოველთვის. სცენარები ეზოში დედა თეკლასთან ერთად ყველაფერს უწმინდესი. აი აქ ვთქვათ, რადგან ახსენებ დედა თეკლა, ბევრმა შეიძლება არის ეს გარდა მშვენიერებისა, ტაძრისა, რაც არის მთავარი ცხადია. უკვე ძალიან ბევრი ამ გაკეთებული, ასევე პროექტში არის უამრავი რამე, სამების პროექტში ვიცით ხო ჩვენ. ვახსენოთ დედა თეკლას სცენარები და კოლეჯი უამრავი რამე, რაც ხდება სამების ლავრაში, მისი უწმინდესი ლოცვა კურთხებით, რომ ხვალს ქონდეს წარმოდგენა, თუნდაც მარტო სამების ლავრაში რამდენი თუნდაც ეს ზამთრის ბაღი რაც კადრებიც გადის და ეს საპატრიარქოს ეზოც ჩვენთან სამების საკათედრო ტაძრის ეზოში არის ეს კოლეჯი, მებაღეობა დეკორაციის და ეს ბავშვები, ახალგაზრდები, დიდები, ესე თან უვლიან ამ ყველაფერს, თან სწავლობენ ამ ყველაფერს, ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე ესთეტიურობასთან დაკავშირებით, თუნდაც სამების ტაძრის საკურთხევლის მოხატულობა რომ გავიხსენოთ, აი ძალიან ხშირად ამოდიოდა და პროექტორით ხდებოდა ხოლმე ზოგჯერ მინათება, როგორი შეიძლება ყოფილიყო მაცხოვარი და ძალიან უნდა თუნდაც სვეტიცხოვრის მაცხოვრის ესეთი მსგავსი ყოფილიყო და რა თქმა უნდა ხა ბატონი ამირანის ხატწერას შეუდარებელია და საოცრება არის ხო ჩვენი მაცხოვარი სამების საკათედრო ტაძრისაც. ყველას და ყველაფრის მიმართ ძალიან დიდ სიყვარულს და ზრუნვას გამოხატავდა. ბატონი ამირანი ყოველთვის იხსენებდა ხოლმე რომ უწმინდესი ყოველთვის ეუბნებოდა როგორი ფერებით უნდა დაეხატა. მას მხატვრობა შესანიშნავად ეს უნდა ცხადია და ვიცით მისი ხატწერა. აი იმაზეც ვისაუბროთ სოციალურ ნაწილზე. თქვენ ეკონომიკურ შინაარსზე ფინანსები გავარიათ სამების ლავრის. რამდენად ხშირი იყო მისგან თხოვნა მიმართვა რომ დახმარებოდეს ხობს და მე ვიცი რომ ეს გრძელდება პარალელურად არსებობს ასევე სახლის სადაც უფასოდ აყვებავთ, მაგრამ აი ცალკე თუ იყო ამაზე საუბარი და რა დავალებები გასდობთ, რაც შეიძლება გაგვიმხილოთ. ტაძარში არის ის ყუთიც, რომელსაც გაჭირვებულებისთვის აწერია და რამოდენიმე ტაძარშია თბილისში და სტიქაროსნები კურირებენ ამ ყველაფერს და წლებია ეს ხდება. თავისთავად სატრაპეზოც რომელიც წლებია ფუნქციონირებს და ასობით ადამიანს კვებას ყოველდღურად და ტანსაცმელი, რომელსაც მთელ თბილისს მოაქვს ეს ტანსაცმელები და ჩვენ ლამაზად ესეთ მოვლილად დაწყობილად მე ვისაც სურვილი აქვს ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს ამას და უფასოდ მიაქვს ხოლმე ტანსაცმელი. ნუ კვების ხრივაც რამდენჯერ ყოფილა რომ უწმინდეს დიდი ტრაპეზი გაუშლია ან მოუთხოვიან რომ ესეთი გაეკეთებინე. ერთხელ მახსოვს დედა ელენესთან ერთად საპატრიარქოში იყო დედა ხანხამიცა თოვლი იყო და გაგუშვა ესეთ თაში რომ ფქვილები და ისინი იქნება ადამიანებს როგორ უჭირთო და რომ დაგვერიგებინა. სხვადასხვის სიხარული იყო ხოლმე სტიქაროსნები დიდ დღესასწაულებზე აუცილებლად ურიგებდა თანხას სტიქაროსნებს. კი 10 ლარს ურიგებდა ხოლმე შეიძლება 300-400 სტიქაროსანი ყოფილიყო ამ დღეს და ისე უხაროდათ
ხონო წინასგან მოცემული ზოგი ყიდულობდა რაღაცას ანახავთ საჩუქრას პატრიარქის სახელზე ზოგი ინახავდა შეიძლება ზოგს შენახული ეგრევე უწინდესი ბრძანებს რომ ლოცვა და მარხვა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხური არის სიყვარული და ის სიყვარული რომელსაც შეს გარშემომყოფებზე გაავრცელებ თავისთავად და ეს არის ჩვენი დავალებაც ასე ვთქვათ ხომ რომელიც აუცილებლად პირნათლად უნდა შევასრულოთ რომ გავცეთ ეს სიყვარული ბზრუნველობა რომელზეც ახლა ვსაუბრობთ სწორედ და რომელიც შეიძლება ბევრიც არ იცის ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენმა მაყურებელმა და კიდევ ბევრი გამოჩნდება თავისთავად. რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი ის კი არა საუბარს ადამიანი, თუ თავის საუბარს სიტყვით აღასრულებს და უწმინდესმა ეს ყველაფერი სიტყვით შეასრულა, სიყვარული სიტყვით და საქმით ერთად იქადა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქმე უნდა მოყვეს სიტყვას და უწმინდესი ამის აი ცოცხალი მაგალითია ყველაფერში. მამა ივანე, რადგან ვახსენეთ რომ მზანდებით სამების ტაძრის გულსახური და ასევე ვთქვი რომ თქვენ ასე ვიყავით ჩართული ამ დაკრძალავი კომისიის ამ დღეებში როგორც ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნახეთ საოცრება რაც მოხდა სამებაში თვითონ განცდა მქონდა მე რომ აი ამას არ ველოდით და რაღაცა ვიკითხე კიდეც რომ თვითონ უწმინდეს თუ წარმოედგინე ეს რომ აი მანიცოდა რომ ხალხს უყვარდა მაგრამ ეს თუ წარმოედგინე მაგრამ მე ესეც ხელული სასწაული მგონია აი აქაც ერთი მხრივ ხალხი გაერთიანდა და მეორე მხრივ სოფლიოს აჩვენა როგორია ხალხი და მინიმუმ რამდენიმე დღე არავინ არაფერს ხოზე არ ლაპარაკობდა. საოცრება ხდებოდა, ბევრმა დაწერა და მე შევესარი რომ მათ შორის სხვა რიგითი ადამიანები რაღაც საქმეზე რო რეკავდნენ, პირველი უსამძიმრებდნენ ყველა და მე იწყებოდა საუბარი. რაღაც მაღაზიაში შევედი უკვე დაგძალვის მეორე დღე იყო, გვიანი იყო და რიგში ვდგავარ და მგონია რომ საუბრობს გამყიდველი და ესე იგი მოქალაქე პროდუქტი თურმე საუბრობენ უზიარებენ ერთმანეთს ამტკივილზე. ესეც საოცრება იყო. ეს დღეები რაც თქვენ იქ იხილეთ, 24 საათის განმავლობაში ტაძარში იყავით და აკონტროლობდით სიტუაციას. რა თუ წარმოგედგინათ და რა იყო თქვენთვის რას ნიშნავდა ეს? ესეთი მასშტაბურობა არ ახსოვს საქართველოს კი არა მსოფლიოს ეწერა სტატისტიკით რაც დაიდო არ მოხდა რა ეწერა რომ ინდოეთში ერთი ადამიანის გარდაცვალებაზე მივიდა 15 მილიონი მაგალითად და ეს იყო მოსახლეობის 3%-ით როგორც არის სადღაც რომის პაპზე სადღაც 7% და საქართველოს შემთხვევაში ის იყო 40% დაახლოებით თან თავარი არ ეწერა იქ არსად არ ყოფილა მე მგონი 24 საათი უწყვეტი პროცესია დანარჩენი ხა ამდენი ხალხი ემიგრაციაში ზოგმა ვერ მოახერხა ჩამოსვლა თორე ეს 40 გაცილებით მეტი იქნებოდა რა თქმა უნდა ეს და იმიტომ რომ ერისთვის მამა იყო და ნამდვილად მამა იყო და მამა რომ გარდაეცვლება ადამიანს საწავად თუ არა მასთან ახლოს რომ იყოს ამ ბოლო პერიოდში მით უფრო ბევრი ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში და ჩვენმა მაყურებელმაც ნახა და მოისმინა და ეს არაერთხელ თქვენს კიდევაც უწმინდეს რომ უფლის შეწევნით და ხალხის სიყვარულმა შეაძლებინა ის რომ ეს პერიოდი ეს მძიმე ჯვარი ეტარებინა მის უწმინდესობას. რა თქმა უნდა ჩვენ თითოეული დილის ლოცვას აღამოწა ყველა ლოცვაში უწმინდეს იხსენებდა მთელი ერი მისი ნათლულები ასევე პირიქითაც აი ჩვენთან წირვაზე უზარმაზარი მოსახსენებელი ყველა ნათლული იხსენიება პატრიარქის 50000-ზე მეტი ადამიანი მარტო ეს ბავშვები იხსენიებენ და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ღმერთთან ერთად ცოცხლად მოქმედებს ადამიანებზე და ღვთის შეწევნით უწმინდესმაც დიდხანს იცოცხლა და აი სასწაული იყო ბოლო წლები თუნდაც ბოლო 10 წელი მისი სიცოცხლე ხო სასწაული იყო ხო ვიცით ეს მედიცინის კუთხით ეს შეუძლებელი იყო. იქნები ძახთე რომ მედიცინით ვერ ახსნის ამას რანაირად შეიძლება ხდებოდეს და ხოთაშორის აი როცა იკითხებოდნენ მას არის ეს რამდენიმე ინტერვიუ რომ ის თავდაბლად ამბობდა რომ მე რაც გავაკეთე ეს იყო შუთვის ლოცვა ეს თავდაბლობაც იყო და სხვა შეხება ქონდა ამას ხო როცა ერთიანდებოდა ხალხი ლოცვით და მე მგონი ეხლა მოახდინა უწმინდესმა რომ თითქმის იმ საავადმყოფოში მიყვანიდან როცა გავრცელა რომ ცუდად არის პატრიარქი დღემდე რაც სიონში ხდება მე გუშინ ვიყავი და ასე უწყოდ ნაკადი იყო გაერთიანა ლოცვით უყვალა ანუ ეს დღეები ყველა ლოცულობდა ან ყველა იყო ლოცვა და ეს ლოცვა ცხადია ერთი მხრივ შეიძლება პატრიარქს მაგრამ ის მადლი უბრუნდება ერს და ქვეყანას როცა ყველა შეღაღადებს ღმერთს ძალიან ბევრი ფსალმუნების ჯგუფი შეიქმნა როგორც ვიცი ბევრმა მომწერა რომ მართლა დავიწყე მოძღვართან მივედი და ისინი ფსალმუნებს კითხულობენ ყოველდღიურად რასაც შეიძლება ბევრი აქამდე არ აკეთებ და აი ამითაც კიდე უწმინდესი შეეწია ადამიანებს რომ ლოცვა დააწყებინა ვისაც შეიძლება ცოტა ეზარებოდა. ერთ იმას გავიხსენებ, რადგან თქვენ ახსენეთ შემოსვა გამემართლა და თქვენ შეგმოსა მორჩილით გავიდა და მესტიქრით უწმინდეს ერთად დაგვაყენა იმაში სამებოში. მანამდე მეცვას ტიქარი იყო, უშუალოდ პატრიარქმა მაკურთხა თავისთან და ერთხელ ლოცვიდან ჩამოვიდა სამებოში და იმ დღეს ჩავიცვი ისე ტიქარი ჩემთვის ვიდექი და მეძახის და რაღაც დაგინახეთ თეთრი ანაფორა გეცვა. თეთრი ანაფორა გეცვა. და მე უწმინდესი სიუმორიც ესეთი
შეუდარებელი ერთხელ საპატრიარქოში დავიძახა და რაღაც საქმეზე უნდა დავლაპარაკებოდა და უცებ მეკითხა შენ წერს ვარ იღებავ. ერთი არადგენოციდესო ეგეთ არაფერს არ ვაკეთე. ბავშვების მიმართ სიყვარული კიდევ ცალკე არის ხო ცალკე მოგონებათ არის აბსოლუტურად თავდაპირველად თუ როგორც დაიწყო წმინდესმა და სიონის ეზოში შემოკრებილი ბავშვები მათთვის განკუთვნილი დღეები და დღემდე ასე გრძელდება. კი და ყველაფერს დაემატა მე 50000-ზე მეტი ნათლული ხო და წირვაზე როდესაც მობრძანდებოდა ხოლმე ბოლო წლებში პედესტალებზე სვავდა ხოლმე ბავშვებს ირგვლივ სულ ბავშვებს აი მე ერთხელ ამბიონზეც აიყვანა წლების წინ და თხოვა რომ აი ნარკოტიკს არაზოს არ გაეკარათო ესეთი თხოვნა დაუბარა ბავშვებს რა. ვისაუბროთ პატრიარქზე როგორც აი საოცრად შეყვარებულზე ლოცვაზე და ღვთისმსახურებაზე. აი საკურთხეველში ბევრი გლოთავარი აღნიშნავს. აი თუ ხანდახან გეგონა რომ ჩუმოთარი პატრიარქიან შეიძლება ისვენეთ ჩაძინებულია და ყველაფერი ესმის. რაღაც თუ რაღაცა შეეცლებოდა პირველი შეახსებოდა უწმინდეს. არ უყვარდა ძალიან მსახურების დროს იმერო ლაპარაკობდა. აი როგორი იყო მსახურების დროს? რა თქმა უნდა ეს იმიტომ რომ ღმერთი მისთვის ყველაზე დიდი და ყველაზე მთავარი იყო და თავისთავად ლოცვას მსახურებას ტიპიკონს რა თქმა უნდა დიდი ყურადღება ექცეოდა მამა დემეტრეც ჩვენი არქიდიაკონი ამ ყველაფერში ძალიან ეხმარებოდა და ერთიანობაში რა თქმა უნდა ეს იყო ტაძარში უწმინდესის ირგვლივ ეს ლოცვითი გარემო ყოველთვის. გამშვენებული მსახურება უყვარდა ძალიან. ხო აი მამა დემეტრი ახსენე დიაკვანს როგორ კითხულობდა გალობლების აუცარი გუნდი აი ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა რომ მსახურება უნდა ყოფილიყო ისეთი აი შვენიერი როგორც ეკადრება ღმერთს. ხო და ხა სამების საკათედრო ტაძრის გუნდი 7 კაცეს ისეთი გუნდებია და სხვა გუნდებიც რა ეს ფაქტობრივად სოფლიოში გაითქვეს ამ გუნდებმა სახელი და პირველად უწმინდესთან იყვნენ ესენი და მე ამ ლოცვა კურთხევით ამ მადლით სოფლიოში გაითქვეს სახელი და ჩვენ დიდი სიხარული და პატივია რომ ჩვენთან ტაძარში ესეთი გუნდები გავა. უმაღლესი დონის გუნდი. თქვენ ბრძანეთ იმისი უწმინდესობის სიყვარული ღვთისმსახურებისადმი და ის რომ ის როცა მას შეეძლო არ ტოვებდა წირვა-ლოცვას და ასევე ბევრი აღნიშნავს ღვთისმსახურების მათ შორის ახალგაზრდა პირები რომ ჩვენ ვიღლებოდით და უწმინდესი არ იღლებოდა და დაუღალავად შეეძლო ყოფილიყო მსახურება. რამდენიმე დღე მსახურებები გადამოლიყო 3, 4, 5 დღე, 6 დღეც ყოფილა მამა დემეტრეს უთქვამს რომ გადამულად ლოცვა წირვა 6 დღე. რომელიღაც ვიზიტიდან ჩამობძანდა გამთენიას. კვირა ემთხვეოდა და რაღაცა ბახტით აეროპორტში მობძანდნენ დილას რაღაც ცირე და საათი 7 საათია კვირაა და გლოთავები დაემშვიდობენ. ეფირე დავისვენთო და დიახ 9 საათზე წირვაზე. რანაირად ეხა ჩავდნენ და მე წავალ და წავიდე და მე მიაბა წირვა. ეს დაუღალავი იყო. ასე მახსოვს აი ნიკორ წმინდობა რო აღინიშნებოდა ეს რაღაც დიდი დღესასწაული იყო და ბრძანდებოდა იქ და უკვე ფიზიკურად დაუძლურებული იყო და გლოთავებმა შესთავაზეს რომ თქვენ უწესობა ჩვენ ვწირავთო და თქვენ თუ გინეთო მე ამბძანითო. მე ჩამოვედი წმინდა ნიკოლოსთან და მე ვწირავ თქვენ თუ გინეთ დაისვენეთ და თქვენ ამოდით მერეო. ხო, ნუ რაღაც განსაკუთრებული სიყვარული ქონდა ღვთისმსახურებისადმი და დაუღალავად შეეძლო ელოცა. დილით ადრიდან 6-დან 5-დან იწყებდა უკვე ამ ყველაფერზე ცნუნვას და კი ბატონო. როგორ იყო სტიქაროსნებთან მიმართებაში? აი რასაც თქვენ უყურებდით სამებაში, აი მორჩილებთან, აი ღვთისმსახურება ხა ბევრიამ დაფარულია რევლისთვის, ვინც არ დგას საკურთხეველში, ვისაც არ აქვს ამის კურთხება, ვინც არ ყოფილა ეგ სხვა სამყაროა, სხვა გარემო აბსოლუტურად. როგორი იყო ეს დრო? ვიძახით რომ ძალიან არ უყვარდა შენიშნვის მიცემა, მაგრამ არც უწესრიგება არ უყვარდა ესე თქვა. ძალიან ყურადღებიანი იყო, წეგან თუნდაც არაფერი გამოიყარებოდა. თანხის დარიგება რომ თქვით, ხო, ასობით ადამიანს გახარება უყვარდა ყოველთვის. წეგან ისიც ხო აღნიშნეთ, რომ არქიმანდრიტობა ერთი წლის მღვდელიც არ ვიყავი და არის კადრებიც, რომ უბრალოდ იმ დღეს ხარებას ვიღაც უნდა გაახარო და ესე ერთ-ერთი დედა ელენე იყო და მე რომელიც გაგვახარა და გითხრა რომ არქიმანდრიტობა მომცა ესე ანუ მის ეს მთელი ცხოვრების იდეა აზრი იყო რომ ადამიანებისთვის სარგებელი კი არ მარტო სარგებელი გახარებითი სარგებელი მიეცა რომ გაეხარები ხო მახარებლები იყავით ერთმანეთისო და აი თქვენ რო ახსენეთ ეს გახარებაზე აი მე ბევრი სტიქაროსინისგან ბევრი სასულიერო პირისგან მომისმენია მათ შორის გვეყოლება პროტოდიაკონი ცოტა ხანში როცა სულ ინტერესდებოდა და ზრუნავდა თუ გაიგებდა რომ იმას ან უჭირდა ან ახალი გარდაცვლილი ყავდა ან სოციალურად შეჭირებული იყო აი ცალკეულ ადამიანებზე ყველაზე ზრუნავდა ქალბატონი ეთერ კაკული ახსენდება ხოლმე ამ დროს ბოლო წლებში როდესაც ავად იყო
ლოცვის უკვე უწმიდესიც უკვე ასაკში იყო და ლოცვის მერე დაახლოებით 7-8 საათზე წავიდა და ისეთი კორპუსი იყო, ლიფტი არ იყო და მეხუთე სართულზე ფეხით ავიდა და უკაკუნა და ეთერი სახში ხარ, ხალხიც მიყვა და მოინახულა იმ ბოლო პერიოდში გალბატონი ეთერი. ანუ ეს უბრალოდ ერთი ფაქტია, მაგრამ ასეთი ფაქტი კლინიკებში წასვლის, მონახულების, ადამიანების ათასობით ფაქტი არსებობს. კი, მე მახსოვს ერთხელ წირვის მერე თქვა, რომ წავიდეთო, ეხლა მოვინახულოთო ავადმყოფები და წავედით ქალბატონი გულიკო ჩაფიდეს კლინიკაში და რომ შევედით ქალბატონი გულიკო თქვა, რომ გურამ სახარაძე წერს ჟურნალებს, თუ შევედით გურამთან. შევედით ქალბატონი გურამი წამოდგა, ჩემი პედაგოგი იყო და აძლევს კონვერტზე, ხემების კონვერტ შეძლოს. აქ წერილია, მე წაიკითხა, რომ წავალ, ნუ იდო ფული ცხადია. შევიდე სათითაოდ მოინახულოს ყველა და ესე ძალიან ხშირად ქონდა. რამდენიმე დღით ადრე ბატონი გურამ დოჩანაშვილიც სანამ გარდაიცვლებოდა, ხო, რაღაც აღარ ჭამდა უკვე ის ციხე იყო, ხო და ტელეფონზე ესაუბრა, რომ გურამ უნდა გაძლიერდე ჭამე საჭმელი, მაგრამ აღარ შეეძლო ფიზიკურად და 2 დღეში თუ 3 დღეში გარდაიცვალა მაშინ. უწმინდეს ხომ ყოველს გვეუბნებოდა და ყოველს გვაბარებდა, რომ თქვენს გარშემო მოიკითხეთ ყველა ვისაც მხარდაჭერა ჭირდება, ავადმყოფი ვინც იქნება, მინდით დაეხმარეთ, თავის ნათლებსაც დაუბარა, რომ მიყავით მოწყალი სამარიტელნი და ვინც აქ არ ხართ, გადაეცით ჩემს ნათლებს, ყველამ რომ შეასრულოს ეს ჩემი ლოცვა კურთხევა. ფაქტობრივად უწმინდეს ანდერძია მისი ყველა ქადაგება, რომ როგორ უნდა ვიცხოვროთ და რა უნდა ვაკეთოთ. კი ბატონო. აი თქვენთვის მამა იოანე, აი ესე რომ შევაჯამოთ დღევანდელი საუბარი, როგორც სასულიერო პირისთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, როგორც ამ ეკლესიის წევრისთვის, ვინ იყო პატრიარქი და აი რა დატოვა თქვენში, პირადად თქვენში პატრიარქმა. პატრიარქი მამა იყო, მამამთავარი იყო ჩვენი ქვეყნის და ხშირად გვესმოდა პარალელები ბიბლიურ მამამთავრებთან და სწორედ ესეთი მამამთავარი იყო, როგორც აბრაამი, მოსე, ნებისმიერი ესეთი ბიბლიური, რომელმაც 40 კი არა, თითქმის 50 წელი ესე ატარა ერი გაუკვალა უდაბნოებში, ხო, უდაბნო ხომ მაინც და მაინც დაუსახლებელი ადგილი არ არის, სულიერი უდაბნო, რამდენი ბრძოლები, რამდენი ტკივილი გამოიარა ამ ყოველ თუნდაც კოვიდის დროს რაც იყო, რომ რამხელა წნეხი, რამხელა ცილის წამებებით და რა გადაიარა, მარტო თავის მხრებზე აიყო ეს ყველაფერი, წირვა ლოცვა არ შეწყვეტილიყო და ტაძრები არ დაკეტილიყო, რაც სოფლიოში მარტო ჩვენთან მოხდა და იმიტომაც ხედავთ დღეს მე ამ კადრებს, რომ აი მისმა ვაჟკაცობამ ეს ყველაფერი მოიტანა. კი ბატონო. ვაჟკაცობა ძალიან ისეთი თვისება ქონა, მას შეუპოვრობა და ესეთი უშიშრობა. მოხეული ხასიათი, როცა ეკლესიას ეხებოდა, ზოგს ეგონა რომ ეს იყო რაღაც პატივი. თუმცა აი ერთი რიგით სასულიერო პირს რო ვკითხოთ რამხელა პასუხისმგებლობა მღვდლობა, რა შეიძლება იყოს პატრიარქობა და რა ვრცელდება ამ კადრები, როცა 54 წელი შეუსრულა, მაშინ ამბობს რომ 54 წელი პატრიარქობის, იყოს 54 წელი წამების. ჯვარცმისა და ის არის საოცრება პატრიარქის შემთხვევაში, რომ მიუხედავად მისი ასაკისა, მისი ძალიან ძიმე უძურებისა, მე მგონი აღარ დარჩა დაავადება რაც არ ჭირდა. აი ბოლო ამოს უთქვამდე ამ ჯვარზე არ თქვა უარი და ეს ჯვრის წამება აიღო თავის თავზე. და ეხა გვაქვს რაღაც ერთგვარი ნუგეშიც, იმიტომ რომ ყავს ეციური მფარველი და მე მგონი რომ ჩვენ აწიგველოდება პატრიარქის კიდე სხვა სიყვარულის გადმოსვლა ჩვენზე უკვე ღმერთთანყოფი პატრიარქისა. მადლობა მამა იოანე. ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური არქიმანდრიტი იოანე ჭედლიშვილი გვესაუბრებოდა, ცხადია ვიხსენებდით პატრიარქს. ჩვენ ვამბობდით რომ შვიდგზის ლოცვით გააერთიანა სწორეთები და ახლა 9 საათი შესრულდა ერთად აღვავნოთ უფლისადებელი ლოცვა და შემდგომ დაგებრუნდებით კვლავ. დიდება მაღალთაში ნომერცა ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავნ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავნ ნება შენი ვითარცა
ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალემე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე რამე თუ უჯულოებაი ჩემი მეუწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე მას ხურომე უსუბითა და განწმინდე მე განბანომე და უფროს თოვლისაგან სპედაკნე მას მინომე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა უფალო ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა რამე თუ უკეთუმცა გენება მსხვერპლი შემცა მეწირა არამედ საკვერთხი არ აგთნდეს მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემოსრული გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო Amen.
პარადის და უკუნითი უკუნისამდე სრულიად საქართველო, ჩვენი ერი და ეკლესია და ამ ქვეყნიური ცხოვრებიდან აცილებს ჩვენს აყვარელ სულიერ მამას და წინამძღოლს, უწმინდესსა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ცხედა თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმა-ხაზეთის მიტროპოლიტს ილიას ვაგრძელებთ გადაცემას და მორიგ სტუმარს წარმოგიდგენთ. შემოგვიერთდა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის პროტოდიაკონი აბრაამ მახარატიშვილი. მამა აბრაამი იმ ძიმე პერიოდს გაიხსენებს, როცა მას ძალიან ძიმე ამბავი შეემთხვა, ოჯახის ტრაგედია, გარდაიცვალა შვილი ავარიაში და როგორი იყო თანადგომა პატრიარქის მისდამი და როგორ გადაიტანა ეს დღეები მამა აბრაამ დილომშვიდობისა, მადლობა. თავისთავად რთულია ამ დღეებში პატრიარქის საუბარი და განსაკუთრებით თქვენთვის ვერ მაგათ რთულია, იმიტომ რომ უმძიმეს პერიოდი უნდა გაიხსენოთ თქვენ. რამდენიმე წლის წინ სრულად ახალგაზრდას თქვენს ოჯახს ძალიან დიდი ტრაგედია დააწვა თავს, ავარიაში გარდაგესულოთ შვილი. ამაზე მძიმე არ შეიძლება ადამიანს რამე შეემთხვას. თქვენ უკვე მსახურობდით დიაკვნად, როგორც მახსოვს და აი, მოდით გავიხსენოთ ეს პერიოდი, რა მოხდა და როგორი იყო პატრიარქის თანადგომა და რამდენად დაგეხმარათ ამ ტკივილის გადატანაში მისი უწმინდესობის ფაქტორი. კიდევ მოგესალმებით. როგორც ვიცით, ადამიანის ცხოვრებაში დგება რაღაც განსაცდელები და ჩვენ ოჯახთანაც დადგა ესეთი განსაცდელი, რომ გარდაგვიცვალა შვილი გიორგი. ეს იყო მარტო გიორგი არა, თავის ორ მეგობართან ერთად, რომელიც ანალოგიურად ჩვენთან გაიზარდნენ ეს ბავშვები და 19 წლის ასაკში სამივე დაიღუპა ერთად. ეს იყო ძველით ახალ წელს ვეძახით ჩვენ 15 იანვარი.
და ეს როდესაც გარდაცვალების შემდეგ დავგრძალდით თბილისში, მეორე დღეს მივედით საპატრიარქოში ზოგადად. ჩვენი ინიციატივა იყო, რომ როგორმე ან პატრიარქი გვენახა რაღაც ნუ გეშეძებს ამ დროს ადამიანი არაფერი, ყველაფერი მთავრდება, ყველა გეუბნება, ესეც თბილისის სიტყვებს რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ეხლაც გავიმეორებ, რომ ამ მდგომარეობას სახელი არ აქვს. შევხვდით შემთხვევით ვთქვათ ეხლა, რომ ქალბატონ შორენას ისე შევედით და დაუგეგმავიყო აბსოლუტურად. არც ვიცნობდით მასთან შეხვედრას პირველი იყო, გაიგო ჩვენი მდგომარეობა, დიდხანს ვისაუბრეთ, გულთან მიიტანა. იმ დღეს უწმინდოდ ბევრი შეხვედრები ქონდა, ძალიან რთული დღე, დაღლილი, მაგრამ რომ მოახსენა ჩვენ შესახებ, მითხრა რომ არ წახვიდეთ ჯერ ნუ შეუძლებელი იყო ისე იყო, მაგრამ უწმინდესმა როგორც კი გაიგო ჩვენი მდგომარეობა, გითხრა რომ გელოდებათ უწმინდესი. და აქ შედგა ჩვენი პირდაპირ პირველი კონტაქტი ჩემი და ჩემი მეუღლის უწმინდესთან. ნუ ეს წარუშლელი იყო ჩვენი უხსენით ჩვენი მდგომარეობა გამწარებული მშობლის უწმინდესის მდგომარებით მოსმენა ამ ტკივილის როგორ მოეფერა და ყველაზე მთავარი რაც გვინდა აღვნიშნოთ ეხლა აქ უამრავი ადამიანისგან მოვისმინეთ მან უგეშებელი სიტყვა, მაგრამ აი გულს არ ეხებოდა, მაგრამ უწმინდესის ნათქვამით თუნდაც მეუღლის რომ შენი შვილი ცოცხალია ეკატერინე. ეს იყო რომელსაც იმ წუთში ფერიცვალება გამოიწვია ადამიანში და რომ იქედა რომ სხვა ადამიანი წამოხვალ. ანუ მისი ერთი სიტყვას ჰქონდა აი განსაკუთრებული ძალა. და ამას ალბათ ყველა აღნიშნავს, იმიტომ რომ ჩვენ გარდა როდესაც ეს ასეთი ტრაგედია გემართება, მე ხვდები რომ თურმე მარტო არ ხარ და ასეთი ყოველდღე ხდება თითქმის და უამრავი ადამიანია ჩვენ გარშემო და მე ვნახეთ რომ ეს ადამიანები თითქმის ყველა უწმინდესთან მიდის და ნუგეშს მაინც იქ პოულობს და იქედან ყველა მე აღარ შორდება მას. მე დავაღნიშნო რომ იმ დღეს როდესაც დავბრუნდით უწმინდესთან დაახლოებით 9 საათზე მეტი დავყავით რომ გამოგკითხა ყველაფერი. ისიც უნდა აღნიშნო რომ წამოსვლისას ფინანსურადაც დაგვეხმარა და ავალა ყველას და მე მკითხა რომ აი მამაო დღეს თქვენ ეს იყო 18 იანვარი. დღეს ლოცვაზე სად იქნებით? რო გითხრათ სიმართლე არც მახსოვდა ლოცვა ისეთ შოკური მდგომარეობა გქონდა, ჩემი არა კიდე სხვა სანუგეშებელი, კიდე გარდაცვლილი ბავშვების მშობლები. თუ მაკურთხებთ თქვენთან დავდგები მეთქი თქვენ აუწმინდესო, მანამდე მე ქუთაისში მსახურობდი 8 წელი და ეს იყო გადმოსული. იქეთ მოხდა დიახ ავტობუს გზაზე. და ეს დილის საათები იყო და საღამოს წამოვედი სამების საკათედრო ტაძარში, შემოვედი იცით ახლა სადიაკვნეში დავდექ იქ ჩემთვის წნარად რო კურთხევა შემესრულებინა და არც ველოდი როგორ რამე ყურადღებას. და უცებ რაღაც ჩოჩხოლია და ეძებენ რომ უწმინდესი ეძებს ქუთაისიდან დიაკონს. მე არც ვიფიქრებდი, ახლა მიგვიღო უწმინდესმა დაგვამშვიდეს წარმოუდგენელი იყო რაც მოხდა. ამა დემეტრეს დაავალა ეს, ამა დემეტრემ დაგვიძახა, უწმინდესი გეძებს, ჩამაცვა თავისი შესამოსელი, შემოსეს, დამაყენეს უწმინდესთან გვერდად. ეს იყო პირველი ლოცვა, რომელიც უკვე იქ მასთან ერთად აი მდგომარეობიდან რომ გამოსულიყავი, ყველანაირად ცდილობდა რომ ამ ყურადღებით. დილით როდესაც მივედით უკვე წირვაზე ნათლისღების დასრულდა, მეც მივედი რომ მიმელოცა უწმინდესისთვის და მითხრა რომ დღეს ეკატერინე წამოიყვან და ჩემთან ერთად მობრძანდებით სადილზე საპატრიარქოში და მე და ეკატერინე მეუღლე ერთად წაგვიყვანა, მეუღლე გვერდში დაგვისვა, იქ იყო კიდე შვილგარდაცვლილი მამა სარალიძე თუ გახსოვთ ადრე შვილი გარდაიცვალა. ისიც იქ უწმინდეს ერთხარეს ის ყავდა დასმული მეორეს ჩვენ და ძირითადად იყო მარტო ეს შვილგარდაცვლილი მშობლები ვისთანაც ერთად მისთვის ეს მნიშვნელოვანი იყო რომ ჩვენ ნუგეშს გვაძლევდა ეს იყო ჩვენთვის წარმოუდგენელი ეს დღეს ანუ წარმოუდგენელი პირველ დღეს მესამე დღეს გარდაცვალებიდან პირველ დღეს უწმინდესთან ვართ მეორე დღესაც არ გვიშორებს თავის გვერდში ყევართ და აქაც ისიც მინდა დავახსნა რომ უწმინდესმა მეორე დღესაც აი რომ მივედით მაშინაც მითხრა რომ მამო არ მინდა რომ რაღაც მე იმხელა ისეთი დაინტერესებული ყო რომ ნუგეში როგორ მოეცა რომ რა სიტყვით თქვენ კურთხევაზე მე ხო დიაკვანი ვარ და ჩვენ ყველანაირად გვერდში დაგიდგებით ოღონ ეს საკითხი გადაწყვიტეთ და კურთხეთ ეს მისი უზარმაზარი გამოხატულება კიდე ამ თანადგომის მე არ ვიცი ხა მაშინ როგორ გავყვანიერ და რა თქმა უნდა უარი ვუთხარი
ამის შემდეგ შედგა კიდე ის მშობლებიც ჩამოგვაყვანინა და ერთი შეხვედრა მათთან ერთად ცალკე მიგვიღო კიდე მათაც ნუგეში მიცა კიდე მათ უამრავი თავისი სიტყვით მე კიდევ დავიტოვა ოთახში და მესაუბრო რა მოიფიქრეთ მამაო ჩემ შემეთავაზებაზე რომ აი ამაში ის არის რომ რამდენად ახსოვდა ამ ადამიანს მიუხედავად იმისა რომ ჩვენი მსგავსი უამრავი ადამიანი იმიტომ მე რომ დავაკვირდი მე კიდე მოხდა ესეთი ტრაგედიები დღე გამოშვებით 3 2 1 არ მინდა რომ გავიხსენო იმიტომ რომ კიდე გული ვატკინო და ვინმეს გაუსაცვლელს ჩამოთვალოთ ყველა ვიცი უკვე და შეიძლება ბევრ მშობელმა არც ის მათ სახელებს ჩვენ წერ და გიორგისთან ერთად ვიხსენიებ ყველას კიდევ წამოვედით ეს კიდევ უარი მეთქი არა და ეხლა ვფიქრობ ხოლმე როგორ გავბედე გავკადნიერდი მაგრამ ვერ ახსნი ამას რა იყო და ერთი მომენტი მინდა კიდე გავიხსენო იმის შემდეგ რაც იყო არ ვფიქრობ რომ ამით დამთავრდა მინდა გავიხსენო კიდე აუცილებლად დავაფიქსირო რომ ქალბატონი შორენას როლი ამ მდგომარეობიდან გამოყვანაში მუდმივ კონტაქტზე იყო ეკატერინასთან როგორმე ან დაესაქმებინა თვითონ საპატრიარქოში უამრავი შემოთავაზება იყო თბილი შეხვედრები არ ვიცი აი უამრავი ანუ დღე არ გადიოდა ან კვირა რომ არ დაერეკათ არ მოვეკითხეთ როგორ ვიყავით როგორ იყო ჩვენი მდგომარეობა უწმინდესის დავალებითაც და პირადით და ერთი წლის თავზე მოგეხსენებათ რომ ეს დღე ისედაც ყოველთვის რთულია ყველასთვის და დადგა ეს ისევ კიდე ერთი წელი და ძველით ახალი წელი და სახში ვხედავთ მარტო მე და ჩემი ოლა არ მივდივართ რა თქმა უნდა ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს და წუხარება ესეთი რომ გაგვიახლდა ეს ყველაფერი და სადღაც 11 საათია 11:09 ისმის ტელეფონის ზარი და გვეუბნებიან რომ უწმინდესი გველოდება თავისთან და წამო ეს იყო არ ვიცი ხა ყველა გველოდა არც ვერ გვიბედავდნენ ჩვენი მეგობრები რომ დაერეკათ რომ სადმე წავიყვანით იმიტომ რომ ამ მდგომარეობაში რთულია რა თქმა უნდა წავედით და მასთან შეხვედრა იქ კიდე ყავდა მოწვეული სტომრები ბავშვები იყვნენ თვალწები საინგილოდან ეს დაახლოებით 2 საათი მაინც დავყავით იქიდან წამოვედით როგორ გითხრათ აი უდარს რო გააცოცხლებ კიდე ანუ ენით ყველაფრის თქმა შეუძლებელია იქიდან წარმოვიდგინეთ ისე წამოვედით სახლში არ მესულა ჩვენ მეგობრებთან მივედით და ყველა გაოცებული და რა თქმა უნდა აი სულ ყველას გაუკვირდა რომ ჩვენ სახელზე ღიმილი იყო რომ შევედით უკვირდათ რომ რაღაც ხوارდა ემართა ამათ და ეს წარუშლელი იყო და ეს გრძელდებოდა მუდმივად მე იმის ამ ფაქტში შემდეგ უწმინდესის ლოცვა კურთხევით გადმოვედი უკვე სამების საკუთარ თავარ დიაგნოზებოდ კი რა თქმა უნდა ერთი წლის თავზე ეს კიდე ცალკე წარმოუდგენელი იყო რომ საერთოდ არ ველოდი მე უთხარი მაშინ უწმინდეს რომ ჩემთვის ყველაზე მთავარი იქნება რომ ოღონდ თქვენთან ვიმსახურო და ეს ჩემთვის იმხელა ნუგეში იყო და არის დღესაც სადაც ვარ და ის გარემო რაშიდაც მომიყვანა ზუსტად ვხვდები რომ ერთი ტრაგედიიდან ღმერთმა ნუგეში და არ დამტოვა და ხანდახან ვფიქრობ ხოლმე რომ მეშინია რომ მიხაროდეს ეს რაც მოხდა ისეთ ნუგეში მომიყვანა უფალმა თვითონ სადაც დამადგინა და მის გვერდზე მსახურებას მოვესწარი რომ ანუ არტოვებს ღმერთი ტრაგედიას რაღაცით ანაცვლებს და ჩვენი უწმინდესი იყო და დარწმუნებული ვარ რომ კიდევ უამრავი ადამიანია და რამდენი გულის ტკივილი რა თქმა უნდა ყველა მივდივართ რომ ჩვენი გულის ტკივილი მივცეთ და იტვირთოს ეს ყველაფერი ჩვენ ერთი მაგალითი ვართ ოჯახი რომელიც რომ ვარსებობთ და ცოცხალი ვართ და რა თქმა უნდა მიუხედავად იმისა რომ სასულიერო პირი ვარ მშობლებისთვის ეს უზარმაზარი ტვირთია მამა აბრამ აი თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი რამ აღნიშნეთ რომ როცა მივედიო ამ გასაჭირით მე უკვე ძალიან ბევრი გავიგე რომ ვინც მიდიოდა შევხვდით და ქონდა უნიკალური თვისება რასაც ყველა აღნიშნავს რომ რა თქმა უნდა გარდა იმისა რამდენი შეხვედრა ქონდა ეკლესიის მართვა ესე პირადი ტკივილი ბევრი მიდიოდა მაგრამ ყველასთან ისე იყო რომ აი თქვენთან რო იყო მხოლოდ თქვენ გასაჭირზე ფიქრობდა აი თითქოს მარტო თქვენ ეზრუნავდა იმ მომენტში და წარმოიდგინეთ ესეთი ასობით და ათასობით ადამიანი ვინც ამას იხსენებს და სათითაოდ ყველას იცლიდა და ყველასთვის ეძებდა რომ მისი ყოფილიყო ის დრო მისთვის დაეთმო და არა ესე ზოგადად რაღაც ლოცვა კურთხევა ესეც ბედნიერება როცა პატრიარქი მაგრამ აი ზრუნავდა სათითაოდ ყველას იფიქრებით რომ თითქოს
გამოჩნდა ადამიანი ჩვენ ცხოვრებაში, რომელიც ნათელი წერტილი და მხოლოდ ჩვენზე ზრუნავდა. ის არ იყო რომ მას არ ეცალა, თითქოს მარტო იყო და ჩვენზე იყო ორიენტირებული. მეტი საქმე არ ქონდა მარტო ჩვენთვის. მე ეხლა ვფიქრობ, ჩვენს მსგავსი როგორც თქვით, უამრავი იყო კიდე ადამიანი, მაგრამ ამას ჩვენ ვერ ვიგრძნობდით, იმიტომ რომ გამორიცხული იყო, რომ ის ესე პირდაპირ ერთ ადამიანზე თლიანად მოარგო შენი ცხოვრება და ისე იყო რომ თითქოს ჩვენ უპირატესები ვიყავით და ის რაღაც ისე იყო რომ გვემსახურებოდა თავისი სიყვარულით. ეს იყო ზუსტად სიყვარული ადამიანის თანადგომის კიდევ ვერ ვააზრებ სიმართლე რომ ვთქვათ რომ პატრიარქის დამოკიდებულება ხალხი ხდება რომ უბრალოდ შეხვდეს მაინც და ესე ცხოვრებაში შემოვიდეს ჩვენთან. ასეთი პიროვნება და ეს თანადგომა ისე გაგვიწიოს როგორც ოჯახის წევრიც გახდა, რომელიც ჩვენთვის იყო მამაც, მშობელიც, იმედიც, აი სასწოება იყო. ხო, რაც მოვყევით, ეხლა თქვით, ჩემი თუნდაც ჩემი მიმართებაში, ეს არის მისი თანადგომის ალბათ უმაღლესი არის, ამაზე ზემოთ არ არსებობს. რა არის პირადად ვინც არ შეხვედრია, ისინიც კი ამბობენ, რომ ასეთი შეგრძნებით იყვნენ, რომ თითქოს მას იცნობდნენ, თითქოს მათთან ურთიერთობა ჰქონდათ, იმდენად ძლიერი იყო უწმინდესის ლოცვა და მზრუნველობა ზოგადად საქართველოზე, თითოეულ მოსახლეზე, ერზე ზოგადად, რომ ეს მათთვის ნამდვილად გულში მისავალი იყო, გულში ჩამწვდომი იყო და ნამდვილად იცოდნენ, რომ უწმინდესი თითოეულ ჩვენგანზე ლოცულობდა და ამიტომ არის სწორედ ის რაც დღეს რასაც ხედავთ კენკაში, რაც ეს დღეებში იყო, რაც გრძელდება თავისთავად და იმიტომაც არის, რომ ყოველს ჩვენი პატრიარქი გვყავს და ყოველს ძალიან გვიყვარს. მამა აბრამ, აი ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, თქვენ ბრძანეთ, რომ აი მან გითხრათ, რომ თქვენი შვილი ცოცხალია და თქვენ გაქვთ გამოცდილი გარდაცვლილ შვილთან ცოცხალი ურთიერთობის და აგზელებთ და ესეა სასულიერო პირი ბრძანდები და უწმინდესმა სწორედ თქვენ თქვით, რომ აი ამით გამოგაცოცხლოთ. ახლა ესეთი კითხვა მინდა დაგისვათ, პატრიარქი, რომელიც ფიზიკურად ხორციელად გარდაიცვალა და იმუნოგეშით ვარ ჩვენების ღმერთთან არის და ეს ღმერთმა თქვენახა ამ დღეებში. რა შეგრძნება ახლა თქვენში, როცა ფიზიკურად აღარ არის, მაგრამ გქნობთ თუ არა იმას, რომ აუცილებლად ისევ გეწევა და ისევ ცოცხალი ურთიერთობა გაქვს და აუცილებლად უფრო დიდი შემწე ყავს ღმერთთან პატრიარქის სახით ყველას სათითაო და მთელებს. აი რო გითხრათ სიმართლე, იმდენად ისევ ცხოვრობთ ჩვენ იქეთ, რომ ის რო აღარ არის, ამის შეგრძნება ნამდვილად არ მაქვს და არც დავიჯერებ გამორიცხული არა. იმიტომ რომ იმდენად გამოცდილებით ჩვენ უწმინდესმა ის გვანახა, რომ თქვენი შვილი აღარ არის ეს ცოცხალია და კავშირი უფრო მშვილ გარდაცვლილ მშობლებთან აი ეს რო შეეხები ესე მტკივნეულად უფრო წლები როდესაც გადის ერთვები თითქოს რაღაც ახალ კავშირს ამყარებს ყველა შვილგარდაცვლილი და ესეთი ტკივილით მაცხოვრებელი ადამიანი უფრო ახლოს არის იმ სამყაროსთან ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები. რა თქმა უნდა, ჩემთვის ახლა ეს ძალიან მარტივი ამით არ ვამბობ, ანუ ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე ჩემთვის ახლა გარდაცვალება მართლა მარტივია და არაფერს არ წარმოადგენს მას საკუთრებულს. დიდი მადლობა მამა აბრამ ბრძანებისთვის, თქვენთვის ძალიან ძიმე პერიოდის გახსენებისთვის და თქვენი ამ საოცარი რომ მოგეცით საშუალება, რომ უწმინდესისთვის კიდევ ერთხელ აქედან მადლობა მეთქვა და ეს სამადლობელი პირადი არ არის, მინდა რომ ალბათ ბევრი ითქვა და კიდევ უამრავი ითქმება და იმდენია დაფარული სიკეთე, რაც უწმინდესმა გააკეთა, ნუ ალბათ ეს არ დასრულდება არასოდეს. რაც მაგალითი ვნახეთ თითო ადამიანს, რომ 10 წუთი დაუთმო ალბათ შეიძლება საუკუნე გაგრძელდეს მასზე საუბარი. და მე ვისურვებდი ერთს, რომ ის რაც ჩვენი უწმინდესი ერთობისკენ მოგვიწოდებდა, ეს არ დარჩეს იდეად და იყოს ყველა ჩვენი არჩევანი, ჩვენი თითოეული ჩვენთაგანის. და ის სიყვარული, რასაც ის ქადაგებდა, ვაქციოთ გზა, რომელთაც უნდა ვიაროთ თითოეულმა ჩვენთაგანმა უფლის გზაზე. დიდი მადლობა. უღმესი მადლობა თქვენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის პროტოდიაკონი აბრაამ ხარატიშვილი გვესაუბრებოდა. ჩვენ გადამღები ჯგუფი სტუმრობდა კომპოზიტორ და მომღერალ ჯემალ ცეფიაშვილს, რომელმაც უწმინდესისა და უნიტარის სილია მეორესთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო რამ გაიხსენა და გადაცემის დასკვნის ნაწილში ახლა შემოგთავაზებთ ინტერვიუს. ყოველთვის ძალიან დიდი სიხარულით ყვებოდი ხოლმე პატრიარქზე, ჩვენს ურთიერთობაზე, ჩვენს შეხვედრაზე. ეხლა არ გამომივა. ჯერაც არის ვერ გამოვედი თლიანად აი იმ შოკიდან, რომელშიც
ნათული რომ თითქმის მთელი საქართველო იყო. როდის შევხვდით პირველად? მე ზუსტად თარიღი არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით 50 წლის წინათ შეიძლება მეტიც დაიწერა ჩემი სიმღერა ოღონდ ერთმანეთი გვიყვარდეს. ცნობილი სიმღერა, ოღონდ ერთმანეთი გვიყვარდეს. ღმერთი არ გაგვწირავს და მე ვიმღერე ფილარმონიის დიდ დარბაზში და მე კულისებში რო გავედი და ტაში რო ავარ და მე მითხეს გადი ისე სცენაზეო პატრიარქი შემოდისო ამოდის სცენაზე ძალიან გამეხარდა რასაკვირველია აი ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა და ძალიან საბედნიერო შეხვედრა იყო იმიტომ რომ წლები რამდენი წელი გვიხაროდა ერთმანეთთან საუბარი ბევრჯერ საუბრობდით ხოლმე პირად ცხოვრებაზე ბერძოლ საუბრობდით ხოლმე იმაზე რამე პრობლემა ხო არა მაქვს ძალიან უყვარდა ცისანა გიორგი ჩემი შვილი ამასინად მცხეთაში გახლდით შემოდგომაზე და უცებ მკითხა ჩემი გიორგი როგორ არის ცისანას უფრო სპიქსია საუბარი სად უნდა ახსოვდეს გიორგი ცისანა მანანაც იქ იყო მიხარია ჩემი მანანა რომ აქ არის აი და ეს ხო მეტყველებს იმაზე რომ ჩვენ სულიერი სიახლოვე გქონდა გარდა თქვათ რაღაც სიმღერებისა რომელიც მას მოწონდა ჩემი თუ კი რაიმე საუკეთესო თვისება ადამიანში თუ კი ღმერთმა რაღაცა თვისება შეუქმნა ადამიანს, რომელიც არის კარგი და განუმეორებელი, ეს ყველაფერი იყო პატრიარქში, დაწყებული ღიმილიდან, დაწყებული თვალებიდან, ვიცით, დაწყებული მისი თითებიდან, აი ფუმფულა თითები, აი ეს თითებიც კი სიკეთეს გვაძლევდა, ეს თითებიც კი მიგვანიშნებდა იმაზე, რომ თქვენ გაქვთ საუბარი აი ესეთ კეთილშობილ ადამიანთან. აი სხვანაირად როგორ თქვა არ ვიცი. საუკეთესო ეს სიტყვა ცოტა საუკეთესო. რა საუკეთესო? საუკეთესო კი არა. არ ნახული. თქვენო უწმინდესო, აღარც მახსოვს რამდენი ათეული წელი გეფერებით, ვეფერებით ერთმანეთს. რამდენი ათეული წელი მეგობრობთ და აი ეხლაც არის და გული მომსავსე უზარმაზარი სიყვარულით. მე მინდა გიმღეროთ ფრაგმენტი თქვენი საყვარელი სიმღერიდან. დავუნთოდ ერთმანეთს სამთლები, ვაჩუქოთ ერთმანეთს ვერი. საზოგადოება იყო როგორ იცი, ძალიან ესეთი მაღალი რანგის ხალხი იყო იქ და მესამეზე რო გავედი უკვე მომერიდა მეოთხე ჯემალი მერე მივედი მოვეფერე ჩემი გიორგი აქ არის უცებ ხო და არა ვერ მოახერხა მოსვლა მეთქი და მერე ეთყობა კიდე უნდა ჩემი დაძახება და დაცვის წევრებმა დაინახეს რომ მეც უხერხულავ ვარ და საზოგადოებაც აი ლამაზი კარგი გაგებით ლამაზად გაკვირვებული იყო რომ ამდენს ჯემალის ამბობდა ხო და მე მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს რომ ბატონო ჯემალო ხვალ აუცილებლად დაგირეკავთო და მოგიწყობთ შეხვედრასო მისი თხოვნითო მაგრამ ზარე არ დარეკილა მე მივხვდი ეთყობა ცუდად იყო ახლა ერთი სიმღერა რომელიც ჩემს უსაყვარლეს ადამიანს თქვენს უსაყვარლეს ადამიანს ჩვენს პატრიარქს უფრო მეტჯერ მინდოდა მასთან შეხვედრა და მისთვის მადლობის თქმა ჩემო სიამოვნე
ჩემო სადარდელო ლოცვად დავიღვარე შენთვის საქართველო ზეცა მეფერება უფლის დახატული ყველა მიცით ისტორია ჩემი გულის ოპერაციასთან დაკავშირებული, ხო? და აი მე რო გამაღვიძეს და რო ოპერაცია დამთავრდა ბატონო ჯემალ და აი ესე რო გავახელე თვალები და დავინახე თეთრებში კაცი ვიფიქრე უკვე იქავარ მეთქი და ნუ რა ვქნა ხა იქავარ არა ეს მე ვარ რომ მითხრა ეს მე ვარ ჩემო ჯემალ ეხლაც რომ მივედი პანაშვილზე მეტი არაფერი რა უნდა მეთქვა დიდი მადლობა დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ყველა მშვიდობიან დღეს გისურვებთ და ჩვენ ცხადია გავაგრძელებთ მის უწმიდესობაზე საუბარს და გადაცემებს. მასზე მეცნულ შევცდებით მოვიწვიოთ სტუმრები, ადამიანები, რომლებიც რაღაც განსაკუთრებულს გაიხსენებენ. ახლა ყველას აქვს ეს პერიოდი, რომ ყველას უნდა რომ მოყვეს მის პირადი ურთიერთობა, ის ამბები, ის რუმელობა, რომელიც უკიდებანო იყო და მე არ ვიცი თუ ეყოფა დრო, როდის მე რო ყველამ გადმოსცეს ეს რაც პატრიარქმა ყველასთან ურთიერთობაში. ეს მადლიერება გამოხატონ კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ რომ ვიყურებდით მომავალ შეხვედრამდე გამშვიდობებით. ნახვამდის.